ბავშვებო, ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. რაფერია თუ ამ ბავშვს სახელზე. გოგო რა უნდა მეკითხა? წუხელის რა ხმაური და წივილ-ტივილი გამოდიოდა ხუთი შვილებისგან. ვაიმე არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი. ხო, მე სახლშიც გავუგრძელებიას, მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცა შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლქმარს სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ღვინის ჭიქა. ასეა საქმე. აუ უკაცრავად ქალბატონო. ეხლა თქვით რომ კბილებში შეალეწა ღვინის ჭიქაო? აუ ხო გეუბნებით თუ შუშანიკი მოამეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო ამბავი მოვყევი უბრალოდ. მიშველი არსად არა თქვა ეგ. მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღან ამბობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრებენ სოფოსიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. აუ ქალბატონო რამეს თუ გვანიშნებთ პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. აუ არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილო დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. თეთა როგორ შეიძლება კაცვაზე ნერვიულობა. რა იქნიან ახლა ნერვიულობენ ბავშვები. გოგო სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში, სოფოს გარდაცვლილი ყავს დედა. თეთა როგორ გადამწოდინდა გოგო ეგ. არა კაცო ეგ ქალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი, ხო? სოფოს დედინაცვალია. უკვე ნამდვილად აღარ არის სასაცილო რა ქალბატონო. სამანიშვილის დედინაცვალი მოვა ხო მეორე ვარიანტში. არა შვილო რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე. თეთა შენ ყავი აღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა. მე დაღლა შენ უნდა გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში. 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან, სასაფლაომდე ვიარეთ სულ ფეხით. აიმე როგორ უცბად დაიღუპა რა. გასაცოდავებული ცხოვრება ხო ქონდა, სიკვდილშიც არ ქონია ბედი. აუ დიდოსტატის მარჯვენა მოვა.